კარები გამიღეს და უნდა დავждეთ და ხედავ რომ იარაღი აგდია სადაც უნდა დამსვან და ესე გადავიწე მეთქი იარაღია მეთქი მეორე მხრიდან ხომ მოუარა მეორე უფორმო პოლიციელები იყვნენ სამარ რა დავარქვა არ ვიცი კონდარბეზის თანამშრომელი და იარაღი და რამე ხო არ ჩაიფიქრე შენი დედაო და აი ესე რომ გამცხო უკვე მანქანაშივე პირდაპირ და მეთქი რას მიყავ თქვენი იარაღია ჩემი ხო არ არის ანუ არ ვიცი ახლა იქ დავაჯექი ფაქტიურად იმას პისტოლეტს და ნუ იმას აიღე ხო კაი ეს აღარ გვინდაო და წინას ესე წინ ძღოლის გვერდზე მიწიშ და იმას ქნა მიაწოდა რამე აზრმა ხო არ გაგიფიქრაო და წავედით ნუცუბიძით ესე ავიდნენ და ვფიქრობ ახლა თვალები მაქვს აი ეს დასიებული ბუნდოვნად ხედავ აი ამ გაისა გარტყმის მერე და აუქვეს ჯიქიაზე მივიდნენ მიადგნენ სასაფლაოს და სასაფლაოზე არის ორი შესასვლელი ანუ რო ადიხართ ერთი ადის პირდაპირ იქ ახლა შესვლა არ შეიძლება და მეორე გადის მარცხენა მხრიდან წრეზე მიდის ზევი და მაშინ არ იყო ჯიქიას სასაფლაო ამ ხელა როგორც ახლა დასაწყისშივე მარცხენა მხარეს იქ არის ჰერმესის ბიურო, ასე ვთქვათ, ოფისი. იმ ოფისს რო გავხდით სადღაც ერთი ალბათ 200 მეტრით, იქ იყო ახალ გათხრილი საფლავი. გვერდზე საფლავი, ანუ იქიდან იწყებოდა უკვე ახალი საფლავები. და ეს კლოვანი ნიადაგია ჯიქიას სასაფლაოზე. და აი ეს ხორღი, ხრეში, აი ბასრავს ისეთ იმაზე დამაგდეს, იმსა და ამოვიხედე. ორკილები მაქვს ისევ დადებული და ესე რომ გადმომიყვანეს მაქაინდა, ეგრევე გადმომაგდეს პირდაპირ. და ისა მუხლებზე ვაგდივარ ესე და ავხედე და უკვე ყველას ნიღაბი უკეთია. შავი ნიღბები. და დაიწყეს ცემა რომ ვისთან გაქვს კავშირი და მირტყავენ აი ყველა მხრიდან და აი ეს თავი მაქვს ჩაღუნული ვეც კეფაზე ვიფარებ ხელებს იმიტომ რომ და ვიცავ იდაყვებით რომ აი გვერდზე რაღაც სასიცოცხლო ორგანოები იმას ვქნა დავიცვა ამ დარტყმებისაგან და მერე გადავარდი გვერდზე და დამიწყეს მუხლებში აი მუხლის ქვევით ისინი ფეხით დარტყმა და ვიღაცა მერე უკიდან მომიპარა კეფაში ჩამატყა ბატონო არა აი ეს გაშლილი ხელი მიტყავდნენ იმაში რა ქვია კეფაში და ვამბობ რომ არაფერს არ ვიცი არაფერი რა გინდათ მითხარით და თუ მითხარით და გეტყვით რა სიმაშვიდე და უცე აი ამას ვინც ამას მეუბნება რომ ყველაფერი უნდა თქვა რომ ვისთანა გაკავშირიო და რა მასალებს აძლევდით და აი ესეთი ტექსტები მოდის და რო ავხედი ამას და ამან ამოიღო იარაღი მაკაროვი იყო ფორმით გავდა აი ვერ თვალებში ისფონდა რა უკვე ბუნდოვნად ხედავთ და გადატენა და ეგრევე დამადო რომ რასაკეთებ არ გაგივარდეს რასაკეთებ მეთქი რომ სადაც მუშაობდი ხო მუშაობ ხო იცი მეთქი და აღარ მუშაობ უპეო და კიდე ეს აი ეს იარაღი ხო ეკავა და აი ეს გამარტყა კიდე აი ეს აქეთა მხარეზე ანუ ჩემგან მარცხენა მხარეს კუჩებში გამარტყა ეს იარაღიანი ხელი ოღონდ ხელი მომხვდა იარაღი არა და კაი წამოდითო ეხლა იქ მივიყვანოთო და აი ესე ამწიეს ჩამდეს რასაც ქვია მანქანაში და წამიყვანეს მოდულში იქ გაჩერდნენ გარეთ ვაჟა-ფშაველას მხრიდან ცენტრალურ შესასვლელთან და ელოდებოდნენ რაციით რაღაც დასტურს და მე გადმოსცეს რომ შეყვანილები არიანო და ეგეც შემოიყვანეთო ხო და საფში სანამ ეს ამბები მოხდებოდა ანუ პროცედურა რომ მიდიოდა აღწერის და ასე ვთქვათ დათვალიერების ჩხრეკის უბრალოდ რაციით იყო ერთხელ გადაძახილი რომ
ერთი თქვენს გიას მისამართი, მეორე თქვენს ვარკეთილი და მესამე კიდე რაღაც იქ ვაზისუბა, თუ არ მახსოვს მესამე, იმიტომ რომ კარგად ვერ გავიგე რა. ანუ სამი მისამართი თქვენს და ხო ყველაფერი კარგად არის წესრიგშია. შემიყვანეს მოდულში, ამიყვანეს მეოთხე სართულზე. ბოლო სართული იყო, იმიტომ რომ კიბეები დამთავრდა, მეოთხე იყო მე მგონი. და შემიყვანეს ოთახში. ჩვეულებრივი კაბინეტი, ჩვეულებრივი ოთახი, სამუშაო ოთახი. და იქ იყო უკვე იგივე კითხვები, რომ მე ვისთან მქონდა კავშირი, ამ დანარჩენ ფოტოგრაფებს არავინ არ ახსენებს. მე არ ვიცი ვინ არის კიდე დაკავებული, მე ვიცი რომ მე და ჩემი მეუღლე ვართ დაკავებული და ნათია იქ არ მინახია, არ მინახავს, ანუ სახლიდან გასვლის მერე. მოდულშიდაც ვიღაც ჩემთვის აი დღესაც უცნობი პიროვნება გამოძიებამაც ვერ დაადგინა. აი ესეთი ბუდიდან თვალის ბუდიდან გამოსული თვალები ქონდა, აი ის იყო ძალიან აგრესიული, აი ცემა თავის არეში მიტყავდა მუშტებს. რომ აღიარე და არ ვიცი რა უნდა ვაღიარო, მითხარით რა, ანუ რაში ვარ მეჭმიტანილი. ერთი და იგივე მეორდებოდა ცემატყეპის ფონზე. და ის და მოდიო იმას ქნათო დავტესტოთო და რა უნდა მეთქი რა უნდა დატესტონ და არა ესო მაგასო უძლებსო და მეთქი რას უნდა გაუძლო გამძლე არისო ესო და მე ვიღაცამ თქვა ხო დენსო ესო უძლებსო და გამახსენდა 92 წელი სამოქალაქო ომი და მაშინ ამ საქმეს არ ეხება, მაგრამ უნდა, რა ვიცი, მოკლედ ერთ სიტყვით გავეხსენებ. მაშინ 3 დღის მანძილზე მე ელექტროშოკით მაწამებდნენ ჩამოკიდებულს და კარცერში ასე ვთქვათ ვირთხა მყავდა კიდე 3 დღის მანძილზე სანამ მიპოვეს იმის გულის ისევ ჩემი პროფესიის გულისთვის რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნება გადავიღე და იქ სამეგრელოში ყოფნა გადავიღე. აი ამისთვის დამიჭირეს პირველად. და ეს ყველაფერი ალბათ ძალიან ცოტა მიცოდა ეს ისტორია და ეს მათ იცოდნენ. რომ ელექტროშოკი კი თითი რომ უმაჭრა იმას ვერ გავიგებ დღეს ხელებს, ვერც ერთხელს. გავყავარ ბოდიში გადახვევისთვის. გავყავარ ოთახიდან და დერეფანში, ანუ ზურგზე მაქვს ხელები დაწყობილი, დერეფანში მივდივარ და აი ცემატყეპას კიდე გაუძელი, აი ვერ გაუძელი ჩემ გამოფენას, ქალბატონო თეა. კედლებზე ორივე მხარეზე ჩემი გადაღებული ფოტოები იყო. ჯარი პრეზიდენტი და ასე შემდეგ. ჩემ გალერეაში გამატარეს ფაქტიურად და უცებ მესმის უკან დაიჩოქე ბიჭო. და მეთქი რაღა მეთქი დავიჩოქე. ეხლა კეფაზე დაიწყე ხელები და როგორც ესე დრო ხრიტავენ ვიდეო კადრები მაქვს ნანახი. რო ხრიტავენ, აი ესეთ პოზაში დამაყენეს. პაუზა ქონდა დაახლოებით 10 წამიანი და всё დავაი წადი, აი ამ სიტყვებით. და ძლივ-ძლივობით ჩავედი კიბეებზე პირველი სართულიც არ იყო იმის ქვევით კიდე სარდაფში.